ეს ამბავი ხარ ვარ მოგიყვეთ ცუცინცხალია ვეღარ მოვითმენ მოკლედ აი რამდენი წელია საჯარო ადამიანი ვარ და რაღაცას ვქმნი ხო და 35 წელია ლამის ტელევიზიაში მუშაობ და აი არ არსებობს არც ერთი ჩემი რეპორტაჟი ფილმი გადაცემიდან ნაწყვეტი ჩემი მონოლოგი რომ ჯერ დედაჩემისთვის არ გადამეგზავნა იმიტომ კი არა რომ აი ესეთი რაღაც ამოტყოფური ურთიერთობა გვაქვს და ტოქსიკური არა პირიქით უბრალოდ ძალიან ბევრ საკითხში ჩემთვის არის ავტორიტეტი ფანტასტიკურად იცის კინო ფერწერა თეატრი წიგნების სიყვარული ჩემში დედამ გააღვივა ერთადერთი რასაც და რაზეც აზრს არ ვეკითხები არის თავის მოვლის საშუალებები ვუგზავნი ხოლმე ლუქსის მომხმარებელია, მაგრამ აზრს თქვათ ამა თუ იმ რეკლამაზე არ ვეკითხები ხოლმე, იმიტომ რომ ნუ მაპატიე დედა, მაგრამ დიდად კომპეტენტური არ არის ამ თემაში, მაგალითად ვერ ვაიძულე რომ თვალის კრემი წაისვას, იმიტომ რომ აუცილებელია რუტინაში. ნუ ეს ყველაფერი გადავდოთ. ეხლა აი ამ 5 წუთის წინ ჩავწერე ვიდეო ანა ფრანკის დღიურზე და ესე დავარქვი პოსტს ჩემი და ანას ამბავი და რახან დედამ მომცა ანა ფრანკის დღიური წასაკითხად ვურეკავ და ვეუბნები რომ ნახე მეთქი რა აბა რას ფიქრობ თქო და მირეკავს და მეუბნება რომ მე იქ წიგნზე ვერაფერი ვერ ვნახე შენი ამბავია ხო დედა მე ვთხარი ესე აწერია ჩემი და ანას ამბავი ხო მაშინ გასაგებია და როგორია მეთქი როგორ მოგეწონა ანუ ცუდი არ არის რას ნიშნავს იცი არც კარგია მაგრამ ნუ ცუდიც არ არის მიყვარს ხოლმე თქვენი და თქვენი მშობლების თქვენი და თქვენი დედების არ მინდოდა მეთქვა ხო ისტორიებს რომ მიგზავნით ხოლმე და აი ეს ჩემი დღევანდელი სულცინცხალი ამბავია მიუხედავად იმისა რომ 48 წლის ვარ ხო დედაჩემის აზრი ბევრ საკითხში კომპეტენტურია. ახლა დამირეკავს.